აკეთებ ამისა და დასრულისაც მეინსათა მშვიდობით ვეზიაროთ, მშვიდობით ჯანმრთელად იყავით, ღვთისმშობლობა იყოს თქვენზე და რა თქმა უნდა, სულიერი ჯანმრთელობა თავარი არის და სულიერი ჯანმრთელობიდან მოდის მერე ხორციელი ჯანმრთელობა. სულიერი ჯანმრთელობა ის ნიშნავს იმას, რომ ადამიანი ჩამოყალიბებულია, რწმენა აქვს, რა თქმა უნდა, დაცემებისგან დაზღვეული არავინ არ არის, მაგრამ დგება ფეხზე უფრო ადვილად, ვიდრე დაუშვათ ისეთი ადამიანი, ვისაც იმედი არ აქვს. ხო, ამიტომ იმედი სასწრაფოება ეს დიდი ის ვთქვათ სათნოებაა, რომ ვინც ეცემა, უფრო ადვილად დგება, აძლევს ძალას, საწვავი არის თითქოს იმედი, რომელიც ეს იმედი აძლევს საშუალებას იმისა, რომ საოცრად სწრაფად წამოდგეს ფეხზე. ხო, ეს დიდი ძალა. აი ეს მინდა გქონოდეთ, რომ დაუცემელი არავინ არის განსაკუთრებით მარხვაში. მოულოდნელი თუ მოსალოდნელი არ ვიცი, ყველანაირი დაცემები იცის, მაგრამ თავარია წამოვდგეთ ფეხზე. აი ეს გავაკეთე. სულიერი დასუსტება ეს ნიშანი იმის, რომ თუ მოინდომებ, მალე უფრო გაძლიერდები. სულიერი ბრძოლა ნიშნავს იმას, რომ ხილული თუ უხილავი ბრძოლა ნიშნავს იმას, რომ მადლი უნდა მიიღო. აი ვისაც ბრძოლები ქონდა დღეს წირვის პროცესამდე, წირვის რიტუალის ჩათვლით ბრძოლები, ვითხოვდი ვისაც ქონდა. ღამე, წინადღე წირვისა, იცის ბრძოლა, არ ვიცი საიდან, თითქოს მოგძებნის ეს ბრძოლა, სულ არანაირი მოლოდინი არ აქვს და იმერე აი ისე რომ წაიღოს ფსიქიური ენერგია და მერე მოხვიდე გამოფიტული. რომ ეს არ დაუშვა, ამიტომ უნდა ყურადღებით იყო, დააფიქსირო, გააჩერო და გზვარი გადასახო. გააცნობიერო უნდა ის შენი სისუსტეები, გაცნობიერებული ნაკადი ნეგატივისა უკვე დაფიქსირებულია და გაჩერებულია. როცა გაუცნობიერებელია თავისით რასაც უნდა აკეთებს და რა პორტალიდანაც და რა ასე ვთქვათ საშუალებიდანაც უნდა შემოვა შენში და როცა უნდა თავს დაგესხმება და ბუდეს გაიკეთებს კიდევაც, აი ეს უკვე საჭიროა. მაგრამ ვინ არის ახლა დაუცემელი? ხილული თუ ხილავი ბრძოლა არის, მაგრამ ეს იმიტომ არის რომ მადლი მიიღო. სათბურში ხوار ვარ სადღაც არა, ეხლა იზოლაციაში რაღაცა. მით უმეტეს ჩვენ დროში, ჩვენ ცხოვრებაში. ეს იქნება, ესე იგი მადლი უნდა მიიღო. მე ამ მადლის წინ, მიღების წინ და თვითონ წირვის დროსაც ისის ბრძოლა. ეს ბრძოლები სულიერი გაორება, ეჭვები ათასნაირი ბოღმა, რაც საერთოდ არ გახსენებია. ისეთი რაღაც ამოგიტივტივდება, რომ საერთოდ საიდან მოვიდა, საიდან რა მოფრინდა ვერ გაიგებ. ეს მარტო შენი ბრალიც არ არის. ხო, თითქოს გარედან ჩამოდინებული რაღაც სითხესავით არის. თითქოს შენ რო წყალს სვამ, შენ ხوارასვამ შენ წყალს თავს. გარედან შემოდის ეს სითხე. ხო, ეს გარედან შემომდინარე ასე ვთქვათ ბრძოლა, მაგრამ მე ეს გადის ასე. მაგრამ ხომ და თავისი რესურსი მიაქვს. წვალება, ჟანგვა ამის, გადახარშვა, ამის მონელება, ამ ტოქსინების, ნეგატივის, რომელიც არის ძალიან ბევრი. და ეს ყველაფერი თავის დახს ასვამს ადამიანს. ამიტომ ზოგჯერ მოდის ადამიანი წერვაზე უკვე გადაღლილ გადათიშული. ესე რო არ იყოს, უნდა რაღაცა დააფიქსირო, ჯვარი გადასახო, არ მიაქციო ყურადღება, გახვიდე, განვლო შორის მათსა და გახვიდე. რო ყველაფერს ჩაებღაუჭო, ყველაფერზე რო ინერვიულო, ყველაფერზე რომ რაღაც ასე ვთქვათ, ისეკნე ვეღარ მაშინ ზიარების დიქშიც უნდა დაბკოვდე. იმიტომ რომ სულ რაღაცა შეიძლება მიზეზი იყოს, რომ უღირსი ისე დაცხარდა, კიდე პლუს მიამატე რაღაც მიზეზი დიდი თუ პატარა უკვე გაბკოლებს და ბლოკირება. ესე რომ არ მოხდეს, ეს არ უნდა გაკეთდეს. ადამიანი უნდა მივიდეს ზიარებამდე, მიაღწიოს ზიარებამდე. და მე რომ მეზიარება კიდე მეორე ის მადლი შეინარჩუნოს. თუ მეორე წუთში ის მადლი განაბნია და სახშიც ვეღარ მიიტანა იმ გაგებით, რომ ეს მადლი არ წაიღო და არ შეისისხორცა და არც თვითონ შეერგო და ვერც სხვას გაუნაწილა, ეს ძალიან ცუდია. მარტო მადლი მარტო შენთვის ეგოისტურად შენთვის ხوار გინდა. შენც გაქვს, მაგრამ შენ შემდეგ გენერირებ ამ მადლს სხვებისთვისაც. ადამიანებს ხო შენგანაც რაღაცა მადლი ჭირდებათ, მიიღონ უნდა. მარტო შენ ხوار ხარ ცალკე მავალი სადღაც ტრამალში, ცალკე მავალი ადამიანი. ზოგი რო დადის, ისე დადის და ისე ცხოვრობს, თითქოს მარტო ცხოვრობს. დაარჩენი ყველა მას ხელს უშლის. ისე დადია. მანქანებიც და ასე შემდეგ. ისე დადია. გეგონება დაარჩენი ყველა ცუდია ხელს უშლის, იგი მარტო არის. მან მარტო უნდა ერს როგორც უნდა. ისე უნდა დაიცვას წესები, ისე უნდა იაროს, ისე უნდა იმოძრაოს და ისეთი ასე ვთქვათ გადაადგილება შეეძლოს. ესე არ არის. ამის ბრალია რომ როცა არ იწევს, არ ასე ვთქვათ განცდა არ არის, სოციალურის განცდას ვეძახი ამას, არ არის განცდა
ზოგადი ლოკაციისა შენისა და ზოგადი შენის საერთოდ იმ მოძრაობის და საერთოდ მანევრირების განცდა რო არა აქვს სულიერი პირველ რიგში ადამიანს ვერც ხორციელი განცდა იქნება მაგის და იქნება ესე ეგოისტურად მარტო თავი თვისით გონია რომ მარტო ცხოვრობს მარტო ვერ ცხოვრობს მამაუჩვენოს რო იძახის საკუთარი თავისთვისაც ვერ იძახის საკუთარი თავისთვის კი არ უნდა თქვა მამაუჩვენო ყველასთვის უნდა თქვა ჯერ სხვებისთვის უნდა თქვა და ბოლოს შენც იგულისხმები იქ რაოდობიჩია მამაუჩვენო ასე ვთქვათ ამიტომ ამ გაგებით მარტო შენს ცხოვრებაზე ფიქრი ვერაფერს ვერ მოხსენს ჩვენ თავს არ მეკუთვნით ჩვენ მინდა რომ დაგვიცით ეს გულში ჩავიხედოთ ყველა ცუდი მოვინანიოთ ყველაფერი ცუდი კიდევ ერთხელ მერც ვებედროთ რომ უფალს ვეცოდებით და წყალდობს ჩვენ არც ვიცით როგორ უყარვართ მერც გზნობ ხო გზნობ ისე კი გზნობ და რაღაცას გვაგონებს ხანდახან ეს სიყვარული აი როგორ უყარვართ მერც რაღაცას გვაგონებს ვერ ხვდებით რას გვაგონებს დედის სიყვარულს თუ მამის რაღაცა გაუგებარი ძალის ხო ადამიანი ვერ ხვდება რაღაცა კეთილ განწყობილ ძალას გზნობს ზოგჯერ გზნობს რომ ხედავს სულიერად და გზნობს უფლის ახლობლობას მაგრამ ვერ ხვდება ვერ შეიგზნობს მთლიანად თელეს სისავსით მაგრამ იცის გზნობს რა თქმა უნდა გვაგონებს რაღაცას ხან ბავშვობა გაგვახსენდება ხან ღვთისყალობა გაგვახსენდება მოულოდნელი რაღაცა გადაგვარჩინა ღმერთმა ხან უბრალოდ ხელი ჩაქნეული ქონდა ყველაფერზე და ღმერთმა მოულოდნელი საჩუქარი და დაუმსახურებელი წყალობა მოგწა როგორც უნდა ზიარება ხან ესე რა ვიცი ყველა მოწ ჩავიხედოთ ხან ისეთი მძიმე ცოდო ჩაგვიდენია რომ არც ვიცი რატო გვაპატია ну მოვინანიეთ რა თქმა უნდა მაგრამ მაინც ასე გვეგონა რომ ესე ადვილად არ გვეპატიებოდა მაგრამ იგზენი რომ გაპატია იმიტომ რომ ნიშანი რა არის ცოდვა რომ გეპატია იმისა რომ აღარ გინდა იმ ცოდვის ჩადენა ეს არის ნიშანი თუ იგივეს გინდა ჩადენა ცოდვის და კაია მაშინ ესე იგი კაია ბჭყალებში ესე იგი მაშინ არ გეპატია ჯერ ისევ ინერცია გაქვს გეკაჩება ეს ცოდვა ხო ისევ გინდა თავს ვერ მოიტყუებ თუ აღარ გინდა ესე იგი გეპატია ეს ცოდვა ნიშანია ეს აშკარა ნიშანი რომ გული აღარ მიგიწევს ამ ცოდვისკენ ესეც მოვინანიოთ ადამიანს ძალიან ბევრი რა აქვს მიცემული უდიდესი შეცდომაა ის რომ ადამიანის შეცდომას არ აცნობიერებს უდიდესი დამარცხება ის რომ ადამიანი დამარცხებას არ აცნობიერებს იმას რომ რაღაცა შეეშალა დამარცხდა დააშავა ყოველთვის დიდი სიმამაცე უნდა რომ ბოდიში მოიხადოს შენდობა ითხოვოს და უნდა პატიება თხოვოს ყველას ესე არ შეიძლება ხო რა მოხდა მე ამაში არაფერი არ თვით განდიდებას უნდა მოეშვას სანამ თვით განდიდებას არ მოეშვება ადამიანი მე როგორ შევხედ მე როგორ შემაქცია ზურგი მე როგორ არ მომაგო ისეთი პატივი მე და ეგოცენტრულია შენი ცხოვრება ქრისტოცენტრული უნდა ქრისტე უნდა იყოს შენ ცხოვრების ცენტრში დანარჩენი დაუთმე გაიწიე რა არ გინდა ეს გამოჩხერა ყველგან დაუთმე ღმერთს ცოტა ჩაიწია ანგელოს თიშობელს ანგელოს უფალს დაუთმე შენ ცოტა ჩაიწიე სულიერი სივრცე მიეცი რომ მადლმა იტრიალოს იმუშაოს მადლმა შენ უგაეჭხირები ყველგან რატო იმიტომ რომ შენ თავს შეუშლი ხელს შენი თავისთვის რო გინდა რაღაც გაკეთებ ვიღაცას რო თხოვ შენი თავისთვის არ ძალიან დიდი პროცენტი რო არ გამოვა ის იბლოკება რატო იმიტომ რომ შენ თავს შენ უშლი შენ თავს ხელს რაღაცას აკეთე არ ვიცი რაღაცას შვები ისეს რომ შენ თავს შენ უშლი ხელს და სხვისთვის რო თხოვ რაღაცას გულით სხვისთვის ანუ მოყვასისთვის ანუ ისთვის ვინმე თხოვა ხო დავშვა ის უფრო სწრაფად გამოდის გასაკვირად სწრაფად ნეტა ფიქრობ ჩემთვის მეთხოვა მაგრამ შენთვის რო ითხოვ ის არ გამოვა ხშირად არ შეიძლება გამოვიდეს მაგრამ მაინც ხშირად ის წარმატებას არ პოვებს რატო იმიტომ შენ თავს თვითონ იმ მოვლენებში შენ თუ ხარ ჩაჩრილი რაღაცა უშლოდ და ვერ არაძლევ საშუალებას გაიწიო გვერდზე ამასაც დიდი კულტურა უნდა თავის დამდაბლება ეს დიდი სიგრძნეა და ამიტომ აი ესეთი არ უნდა დაპირისპირება ამ ზრახვებთან დაპირისპირება ამ რაღაცა დაარღვევებთან კანონებთან ეს ვქენი ის არ ვქენი ეს კანონების კითხვა და რაღაცა ჭამა არ ჭამა რო აცხოვნებდეს ადამიანს ბევრად ადვილი იქნებოდა ცხოვნება მერწმუნეში ქრისტიანობა არ არის არც კურსზე გამავალი რელიგია არც კანონებზე ეს არის ყველაფერი იგულისხმება მარხვის დაცვას კანონებიც ყველაფერი მაგრამ ამავე დროს თავარი ისევ ქრისტიანობა არის გულზე გამავალი რელიგია გულის რელიგია და გონებისაც რატომაც არა გონებისაც და გულისაც უმძიმესი ცოდვები გვაქვს ჩვენ თუ არც ერთი ეკლესიის შემოსაშვები არა ვართ ჩვენ რომ მოგვიდეს ისე რომ მოგვიდეს კანონებით
რას დაბარო ვინ გადარჩება ეკლესიის ეზოში არა ვარ შემოსული მე პირველ რიგში ჩემ თავს ვეუბნები ეკლესიის ეზოში არა ვარ შემოსაშველი მასე რომ მოგვიდგეს ახლა ღმერთი მოწყალია შენ იმიტომ კი არ აგარჩია რომ მოხვედი დელი ხარ შენ იმიტომ კი არ აგარჩია რომ მოხვედი რომ ესეთი კარგი ხარ რომ გაზიარებ უბრალოდ ღმერთს ესე თulis უფალი როგორც თulis ისე არის საჭირო რო ღვთისნება ესეა რომ შენზე უარესი მომენტში არავინ არ იყო და შენ გამოგარჩიეთ რაღაცა ცუდებს შორის ერთ-ერთი შედარებით ვარგისი გამოგარჩია. შენ რომ ცოდვილი ხარ, გასაგებია რომ შენზე ბევრად ცოდვილები არიან, მაგრამ არა უშავს მონანული ცოდვილი მოგიყვანა გაპატია. მაგრამ შენ რომ გონია რომ მართალი ხარ და კარგი ხარ და მომზადებული, მაშინ არა ხარ საზიარებელი ზუსტად. მაგრამ როცა შენ ხვდები რომ ცოდვილი ხარ და არა ხარ ღირსი, მაშინ სულ სხვა რაკურსით ხედავს უფალი, შენ რომ ხედავს სხვა არის და უფალი სხვანაირად ხედავს, აი მაშინ ხარ მზად. აი რაღაც არის შენში ისეთი მზად, სხვანაირად ხედავს, არ ვიცი ანგელ როგორ ხედავს, უფალი ჩვენი გზები სხვა და უფლის გზები სხვა. უფლის აზროვნება სხვა, ჩვენი სხვა. უფალს მე არ ჭირდება არაფერი. პირდაპირ ხედავს ყველაფერს, არ უნდა არანაირი ახს და განმარტებები. აი ეს სხვანაირად ხედავს ყველაფერს. ის მომენტში რომ ხედავს, რა გჭირს ეგრევე ხდება, რა შენ არს ხდება, შენს გენეტიკას ხდება, შენ სხვა და შინაგან სულიერ ხერხემალს ხედავს, გულს, ყველაფერს. იმან იცის. და მინდა რომ ეს გისურვოთ რომ სულ მოდამ ესეთი ამ უფლის წყალობით ყოფილიყავით თორე ვირისი ღირსი ვართ პავლე მოციქულის პსალმს მხოლოდ აგვიერებ გავიხსენებ პავლე მოციქული თავი დადო ადამიანმა თავი მოგვეცეს ბოლოს მთელი ცხოვრება მოწამეობაში გაატარა რაც მან გადაიტანა ხო წავიგეთ პავლე მოციქულს რო არ ვკითხულობ იმიტომ მარხვის არსიც არის პავლე მოციქული მარხვაზე საკმაოდ ბრძულას ძალიან დიდ ღვთივ გამოცხადებულ აზრებს ბრძანებს იგი ქრისტეს პირდაპირი მოწაფე იყო ისაც გონია რომ ხოლმე ეს ჭამე როგორ შეიძლება ეს არ ჭამე ეს ჭამე არ ჭამე პავლე მოციქული ამ თემაზე წავეკითხოთ და განმარტებებიც არის ჭამა არ ჭამა რას ნიშნავს ქრისტიანისთვის და რა არის ბოლოს და ბოლოს მარხვა ადამიანისთვის თუ ბოლოს და ბოლოს გასარკვევი ადამიანია მარხვისთვის მარხვა თვითმიზანი არ არის ბოდუნდით უფრო არ უნდა ფანატიზმი შვიდა წნარად დაიცავით, რა თქმა უნდა, მე არ დავიცვლა, დავიცვათ ყველაფერი, მაგრამ ფანატიზმი და ექსტრემი და აფექტურობა არაფერში არ არის საჭირო. ვერავის ვერ გააკვირვებ. ბოროტისული საერთოდ არ ჭამს არაფერს და არც სვამს და არც საერთოდ, მაგრამ რჩება დემონად. ამიტომ ხოლმე მენიურო აცხოვნებდეს ადამიანს, ძალიან ადვილი იქნებოდა ცხოვრება. და კანონების ბრმა ახსულება და რაღაცა ესე კანონისთვის და კითხვა კითხვისთვის, რიტუალისთვის. ეს გავიარეთ ძველ აღთქმაში უკვე დაამთავრდა, ამა ქრისტემ ამას ძვარი დაუსვა და დაამთავრდა, ეს ისტორია დაამთავრდა. განვლილია კაცობრიობისათვის ეს კანონის მჭამელობის ისტორია. გავიდა ეს, გავიგეთ უკვე რაც იყო. და მაგათმა აცვეს ქრისტე ჯვარს. ამ კანონის მჭამელებმა. ეხლა მოკლედ დღეს სხვა ის არის სხვა ეპოქაში ვარ, სხვა ქრისტეს ეპოქაში ვარ, ქრისტეს მადლის მდგომარეობაში ვარ ჩვენ. ამიტომ უნდა სხვანაირად შევხედოთ ყველაფერს. მართლმადიდებელი ეკლესიის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა და რაკურსით. ყველაფერს უნდა შევხედოთ მართლმადიდებელი ქრისტიანული ოპტიკით. ერთნაირად ხედავთ ყველა, მაგრამ სხვადასხვანაირად. ყველანი ერთნაირად ვგავართ ერთმანეთს და ამავე დროს სხვადასხვანაირად ვგავართ ერთმანეთს. მოძღვარის და მრევლიც. ყველა ვგავართ, მე თქვენ გავართ, თქვენ მე მგავხართ. არ ვიცი, შეიძლება რაღაცით ხასიათით არ ვგავართ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცით ხო ვგავართ. შეიძლება ეხლა რაღაცით ვგავართ, ჩემ მრევლს ვგზნობ და ვხედავ და ვგავს რაღაცით. არ ვიცი რითი, ხო, ხმისაში მისისა ის ანუ ხმა უფლისა მოძღვიდან მიეცემა და ის ცნობს თავის იმას, მოძღვარს. რაღაცით გავართ, რაღაც სულიერი გენეტიკით გავართ ერთმანეთს, არ ვიცი როგორ. ეს მსგავსება შემთხვევითი არ არის, იმიტომ რომ ერთი სულის ვარ ჩვენ და ეს ერთი სული მეორე სულს იზიდავს. სული წმინდანს მიყავს სხვა ადამიანი მოძღვართან და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ქრისტიანული თეოლოგია ეს დიდი თემებია ხა, გრანდიოზული თემები, ამას რო შევყვეთ ერთი კვირა უნდა ვილაპარაკოთ. ამიტომ ყოველთვის ახლა რომ გაზიაროთ, ამიტომ მინდა ეს სიყვარულში გავძლიერდეთ და სიხარულში გავძლიერდეთ. ეხლა მთელი სიღრმე ამ ზიარების მთელი ამ ჩვენი ცოდვები განვაგდოთ ყველაფერი ცუდი,
მთელი სიღრმე, სულიერი გულის და სულის და გონების სიღრმე გავხსნათ. გულის გული, გონების გონება გავხსნათ. ამოვიღოთ ეს ყველა და გადავაგდოთ ეს ცუდი რაც არის. მართლა შეგვინდოს ჯვარი გადავსახოთ, დავამშვიდეთ. ყველაფერი ცუდი, სულიერი დაავადებები, ფიზიკური, ხორციელი უძურვები განვაგდოთ და უფალთან დავდგეთ მხარად. ეს მინდა გავაკეთოთ. დამხელა სამყაროში ვიმყოფებით, ამ შეგრძნებები ჩვენი ყველაფერი გავწმინდოთ, სულიერი, ემოციონალური, ხორციელი შეგრძნებები ყველანაირი და ეს ყველაფერი აუცილებლად თავის შედეგს გამოიღებს. ეხლა არ ვიცი 5 წუთში გამოიღებს 33 წუთში არ ვიცი, მაგრამ ვაცადოთ ხო მაცომიღებთ, ვაცადოთ ეს თავის შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ხომ ლოცვებს კიდევ წაიკითხავ და მადლობს ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.